იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი, ევროპის არქიტექტურაც და არა მარტო და ასე შემდეგ, ხო, პრაქტიკულად მართლა მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე ვდგავართ, ხო? და ამას ბევრი კომპონენტი აქვს და არა მარტო უკრაინის საკითხი, რა საკვირველია. და ამ დროს ჩვენ რაღაცა მსჯელობთ რა გვირჩევნია ვიზა ლიბერალიზაცია თუ ის რომ ჩვენი კაცები არ გათხოვდნენ. სინამდვილეში ეს ასეთი აბსურდული თემა არ არის, რა საკვირველია, ეს ბევრად უფრო საშიში და შორს მიმავალი, საკმაოდ მზაკრული გეგმა. მე არაერთ გზის მithქვამს, რომ მე შეიძლება ჩავთვალოთ როგორც ფსიქოლოგიური დივერსია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული, რომლის მიზანიც არის